მოგესალმებით. დღეს გვაქვს შეხვედრა SAT-ის ტესტთან დაკავშირებით. მე მომიწევს, რომ ყველა დროებით დაგადუმოთ, მაპატიეთ ამისთვის, ზოგადად არ მიყვარს დადუმება, მაგრამ ამ შემთხვევაში უმჯობესი არის, იმიტომ რომ მივცეთ ჩვენს მოწვეულ სტუმარს შესაძლებლობა ისაუბროს. დღეს ვისაუბრებთ SAT-ის ტესტზე, მათემატიკურ ნაწილზე, იმიტომ რომ ერთ-ერთი რთული ტესტი არის, რომლის ჩაბარებაც უწევთ ახალგაზრდებს იმისათვის, რომ მოხვდნენ საუკეთესო უნივერსიტეტებში. დღეს ჩვენ გვყავს SAT-ის მათემატიკურ ნაწილის ტრენერი კონსტანტინე ჩხატარაშვილი სტუმრად, კოსტა, რომელსაც აქვს 100%-იანი შედეგი. არ ყოფილა შემთხვევა, რომ მის ბავშვებს არ ჩაებარებინოთ ტესტები გამსვლელ თუ საუკეთესო ქულაზე, ამიტომაც მოვიწვია დღეს თქვენთან სასაუბროთ, შემდეგში შეგიძლიათ ბუნებრივია დაუკავშირდეთ თავად. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ზოგადად ჩემი მიდგომაც ასეთი არის და ყოველთვის ისეთ ადამიანებს ვარჩევ, რომლებიც გამოირჩევიან კეთილსინდისიერებით. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება განათლების რომელიმე სერვისის შეთავაზება თუ სწავლება. კოსტაც ასეთია, თუ კი არ სჭირდება თქვენ ბავშვს მომზადება, ნამდვილად არ გეტყვით, რომ აუცილებლად დავიწყოთო, არამედ შეიძლება მითითებები მოგცეთ და ფაქტობრივად დღესაც ეს შეხვედრა არის. შესაბამისად, სრულად ვუწევ რეკომენდაციას კოსტას, იმიტომ რომ ბოლომდე ვენდობი. ზოგადად SAT-ზე მცირე შესავალი რომ გავაკეთოთ, ეს არის სტანდარტიზებული ტესტი, რომელსაც ამერიკაში იღებენ მე-11 და მე-12 კლასელები, ზოგჯერ მე-10 კლასშიც ხდება მისი აღება და ზოგადად ამერიკულ სკოლებს აფასებენ იმის მიხედვით, თუ რამდენად კარგი ქულები აქვს ბავშვებს SAT-ში. ამიტომაც ეს ტესტი მოიცავს როგორც ინგლისურენოვან ნაწილს, ასევე მათემატიკას, მაგრამ გარკვეულ ლოგიკურ აზროვნებას მოითხოვს და ფაქტობრივად რაც ეროვნულებში იყო და გაუქმდა, რა ერქვა, უნარების ტესტი, ხო, აი ზუსტად უნარების შეფასებას ახდენს. ამიტომაც მნიშვნელოვანი არის ვიცოდეთ როგორი არის ტესტის სტრუქტურა და რა რჩევებს გვაძლევენ ტრენერები, ხშირ შემთხვევაში რა შეცდომებს უშვებენ ბავშვები და ზოგადად როდის დავიწყოთ მომზადება თუ როგორ დავიწყოთ მომზადება. ასე რომ ეს არის მოკლე შესავალი, იმასაც გეტყვით, რომ SAT-ის ტესტით შესაძლებელია როგორც ამერიკის უნივერსიტეტებში ჩაბარება, ასევე ევროპის უნივერსიტეტებში ჩაბარება, ხშირად მისაღები გამოცდების ნაცვლად შეიძლება მიიღონ სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში SAT-ის ტესტი, თავიანთი ტესტის ნაცვლად და ზოგადად მიიჩნევა, რომ ის კარგად გამოხატავს იქ მიღებული ქულა მოსწავლის ახალგაზრდას აზროვნებას და მომზადებას საუნივერსიტეტო საგნებისთვის. ძირითადად ეს არის კითხვები თუ გექნებათ, ბუნებრივია უპასუხებთ. კოსტა, რას გვეტყვი, რა არის ყველაზე რთული SAT-ის ტესტში და ქართველებს რა უჭირთ უფრო? ქართულ განათლება მიღებულ ბავშვებს. სალამი. დავიწყებ ბოლო ნაწილით რა უჭირთ ქართველებს. განსხვავება არის მათემატიკურ კითხვებში ხშირად ხდება ესეთი რაღაცები, რაც ჩვენთან დიდად არ ხდება ხოლმე. მაგალითად წარმოიდგინეთ ამოცანა, სადაც გიორგის აქვს 7 ვაშლი, დათოს აქვს 5 ვაშლი და ირაკლის აქვს 12 ვაშლი. გეკითხებიან გიორგის და დათოს ერთად რამდენი აქვს. და ირაკლის საერთოდ არაფერს ვაში არ იყო. უბრალოდ ზედმეტი ინფორმაცია იყო. მაგალითად ამას არა ვართ მიჩვეულები ჩვენს განათლების სისტემაში ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე. ესეთი ხშირად tricky questions. trick question-ები. ამოწმებს არა მარტო მათემატიკას SAT, რამდენად კარგად იცი მათემატიკა, არამედ შეზღუდული რაოდენობის დროში რამდენად შეგიძლია სწრაფად მიიღო გადაწყვეტილებები, გაფილტრო ინფორმაცია, რამდენად შეგიძლია მოიცნო პატერნები. მოკლედ ხო, ქართველებს უჭირთ ის, რომ მიჩვეულები არიან სპეციფიურ მათემატიკას და იქ ცოტა ახალი რაღაცები ხდებათ. ეს არის პირველი განსხვავება. ხო, თუ გინდა
კითხვებით გავაგზავნოთ, თუ გინდა. არა, ალბათ ჯობია ჯერ რაღაც შესავალი გაგვიკეთოთ ახლა. ოკეი. მოკლედ, სამ ძირითად ნაწილად ვყოფ SAT-ში მომზადებას. პირველი არის თვითონ მათემატიკა. აა საკმაოდ ბევრი თემა არის, მაგრამ ღრმად არ არის არც ერთი თემა. ფუნქციებს თუ არ ჩავთვლით. რას გულისხმობ ამაში, რომ შეიძლება შეხვდეს ტრიგონომეტრიიდანაც კითხვა, სინუსებიდან და კოსინუსებიდან, მაგრამ არ შეხვდება ჩახლართული კითხვა. არ შეხვდება, თქვათ, ისეთი გამარტივება, რომელსაც უნდა ბევრი დრო. მაგრამ აუცილებლად ყველა SAT-ის ტესტში იქნება, როგორც ნათიამ თქვა, trick question-ები. ესე იგი, პირველი ნაწილი არის, როგორც გითხარით, მათემატიკის ნაწილი. მათემატიკა უნდა იცოდე. მეორე ნაწილი არის და სხვათა შორის არანაკლებ მნიშვნელოვანი time management-ი. ამ უნდა შეგეძლოს დროის სწორად გამოყენება. თქვათ, საწყის ამოცანებში მოახერხო, რომ ცოტა დრო დახარჯო, იმიტომ რომ იცი, რომ ბოლო ამოცანებში მეტი დრო დაგჭირდება. იცოდე, დიდი ზომის ტექსტი გაქვს და ახერხებდი ამ ტექსტის გაფილტრვას, სწორი ინფორმაციის ამოკრეფას, რომ არ დახარჯოს გადაკითხვაზე რამდენჯერმე დრო. მარტივი ტექნიკები არსებობს, თქვათ, რაც გიჭირს გამოტოვე და უბრუნდი, ასე შემდეგ. მესამე ნაწილი არის ინგლისურად ტერმინოლოგიის ცოდნა. საბედნიეროდ არ გვიჭირს ქართველებს ეგ ძირითადად ეგ ნაწილი კარგად აქვთ, ვინც SAT-ს აბარებს. ხო, აი ამ სამ რაღაცაზე არის დაფუძნებული ჩემი SAT-ში მომზადების მიდგომა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ შენ გქონდეს სწორი მიზნები, ანუ იცოდე რა არის შენი სამიზნე ქულა და გადააჭარბო ამ სამიზნე ქულას, რა თქმა უნდა, მაგრამ წარმქონდეს სამიზნე ქულა, ვცდილობ, რომ სულ მქონდეს კონტაქტი მშობლებთან, ბავშვთან, რომ აი ჩვენი პროგრესი ესეთი არის. აა ჩვენ სამიზნე ქულას მივუახლოვდით, შეგვიძლია გავზარდოთ სამიზნე ქულა, ან ჩამორჩებით დროს და მეტი სამუშაო არის. ხო, ეს არის და ეს მარტივად რაც შემიძლია გითხრათ SAT-ზე, ისე მოკლედ და ლაკონურად. მაგალითად თუ კი მათემატიკას კარგად სწავლობს ახალგაზრდა, ინგლისურიც კარგად იცის, თავისით რამდენად შეძლებს ამ SAT-ის ტესტის ჩაბარებას? შეძლებს. კარგი ქულის აიღებას. შეძლებს. ნახე როგორ არის ავიღოთ კარგი, მართლა ვინც კარგად იცის მათემატიკა, ალბათ დასჭირდება, რომ გააკეთოს თვითონ რამდენჯერმე ტესტი, რომ ფორმატს გაეცნოს. თუმცა მართლა მგონია, რომ შეძლებს თავისით ჩაბარებას და არ სჭირდება რაღაც განსაკუთრებული მომზადება. ხო, ეგ არის და ეგ მართლა გულწრფელად მგონია, რომ კარგი მათემატიკის მწოდნე SAT-ს გაართმევს თავს, ну, რა თქმა უნდა, თუ ინგლისურიც იცის. ასე რომ, ტყუილად არ გადაწყვიტოთ, რომ რაღაც განსაკუთრებულად რთულია და ამისთვის განსაკუთრებით უნდა მოვემზადო. ასე რომ, ხო. ალბათ ისიც არის, რომ ახლა ხანს ერთმა არაჩვეულებრივმა ახალგაზრდამ მითხრა, რომ არა, SAT-ს ვერ ჩავაბარებ რაღაც როგორ მივაწოდით. ხშირად ახალგაზრდებს ახლა გადატვირთულ პერიოდში, როცა 5-6 აქტივობაზე ერთად უწევთ სიარული და აქეთ სკოლა და კიდევ 1000 რაღაცა, ფიქრობენ, რომ ეს კიდევ დამატებითი საქმე არის და ვერ გაწუდებიან, ვერ დაძლევენ. და მადლობა, რომ ესეთი იმედის მომცემი არის. არ ვიცი მე თავად როგორ ჩავაბარებდი, მაგრამ ხო, ჯიარი მაქვს ჩაბარებული, მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკაში შეიძლება არ უწყინავ, მაგრამ ხო, ლოგიკური კითხვები არის. ანუ ეს ტესტი, როგორც მე ვიცი და კოსტამას აღნიშნა, არ გავს თუნდაც ეროვნულების მათემატიკას. რა. ხო, უფრო მარტივიც არის თუ ინგლისური იცი და ზოგადად აზროვნების უნარი გაქვს და სწორედ ამას ამოწმებენ ამერიკაში, რომ რამდენ mature მომწიფებული ხარ იმისათვის, რომ ისწავლო საუნივერსიტეტო კურსები. და აქაც ალბათ ისიც არის, რომ არ ვიცი, როგორ იყო თავისუფალ უნივერსიტეტში კოსტა, მაგრამ მე სადაც სწავლობდი ხოლმე საქართველოში, არაფერს მასწავლიდნენ უნივერსიტეტში და ამერიკაში სწავლა საკმაოდ რთული არის. ჩემი გამოცდილებით ასე არის. ამიტომაც უნდა სწორედ რომ მომზად იყოს ახალგაზრდა უნივერსიტეტში სწავლისთვის. ზოგადად როგორ არის ისე ბავშვები SAT-ში ვინც SAT-ს ვინც კარგად აბარებს, ყველა აქეთ მოდის ალბათ, ხო? ამერიკა, ევროპაში.
როგორ, ანუ ესეც ვინც კარგად დავე. ხო, კი, ვინც კი. ხო ყველა ახერხებს კი. ჩაბარებას. აქვე მაშინ ერთ კომენტარს გავაკეთებ. მეკითხებიან ხშირად, რამდენად შეიძლება საუკეთესო უნივერსიტეტში ჩაბარება საშუალო ქულით SAT-ს ან SAT-ს გადაგზავნის გარეშე. კოვიდის პერიოდში ამერიკულმა Ivy League-ის უნივერსიტეტებმა საერთოდ მოხსნეს და გააკეთეს SAT optional, მაგრამ წელს დააბრუნეს და აბსოლუტურად ყველგან აუცილებლობას წარმოადგენდა და ხშირად SAT შეიძლება გადაწონოს, როდესაც ხედავენ, რომ კარგი ქულები ყავს ერთს SAT-ში და თქვენ საერთოდ არ გაქვთ გაგზავნილი, ამ შემთხვევაში შეიძლება სწორედ არჩევანი გააკეთონ იმ მეორეზე. თუ რაიმე კითხვები გაქვთ, შეგიძლიათ ან ეს raise your hand ხელისაწევით, ან ვთქვათ ჩატში ჩაგვიწეროთ და გიპასუხებთ. სხვა კოსტა რა შეიძლება დავამატოთ? რამდენი ხნით ადრე უნდა დაიწყოს SAT-ში მომზადება ახალგაზრდამ და როგორც ვიცი, ხშირად 1-2 გაკვეთილით შეიძლება საკმარისი იყოს, ხო? ნახე როგორ არის აა პირდაპირაა დამოკიდებული რამდენად იცის მათემატიკა და რამდენად ინგლისურთან ტერმინოლოგია რამდენად ესმის ინგლისური. მქონია შემთხვევები, რომ კვირაში ერთი გაკვეთილი 2 თვით ადრე საკმარისი იყო. მქონია შემთხვევები, რომ დავიწყეთ 1 წლით ადრე კვირაში 2-ჯერ მუშაობა, იმიტომ რომ ბევრი იყო გასაკეთებელი. აა ასე რომ რთული სათქმელია რამდენი ხნით ადრე უნდა დაიწყო, ანუავს გააჩნია მარტივად. ჯერ ტესტი უნდა წეროს, ალბათ მისაღები პრეტესტი და შემდეგ გაკეთებთ, ხო? ამაზე აა დაყრდნობით. ხო. პირველი სატესტო გაკვეთილი რაც გვაქვს ხოლმე, მეც რაც კითხავს უსვამ რომ შევაფასო ბავშვი, მე ვწერთ ტესტს რომ ნახოთ ამ მომენტისათვის რა ქულა, ხელი დავინახეთ აწეული დიახ, კონსტანტინე, მე მგონი მოგეცით დაამთავრებდა. უფლება საუბრის, არა? ხო და მოკლედ გააჩნია ბავშვს, გააჩნია მიზანს ასევე აა მაგის მიხედვით შემიძლია მე გითხრათ რომ აი ჩვენ ამდენი ხანი დაგვჭირდება მუშაობა, ჩვენ ამდენი ხანი დაგვჭირდება მუშაობა. აჰა. დიახ, გისმენთ. გამარჯობა, შეიძლება ხა? დიახ, ნიკოლას. ხო. გამარჯობა, ქალბატონო თია და ბატონო კოსტა, მადლობას გიხდით ამ შეხვედრისთვის პირველ რიგში, რომ ინფორმაციას გვაწვდით და ეგეთი შეკითხვა მაქვს, რომ ვსწავლობ ამ მომენტში ბრიტანულ ქართულ აკადემიაში, ვემზადები IGCSE-ის გამოცდებისთვის, მათემატიკის predicted ქულა მაქვს A ან A-star. და აი მაინტერესებს, ნუ ვთვლი მე ყოველ შემთხვევაში, რომ ნორმალურზე კარგად ვიცი მათემატიკა და ნუ შესაბამისად ინგლისურიც. და აი ბატო კოსტასთან მაქვს შეკითხვა, აი რამდენად არის მსგავსება IGCSE-ის ტესტებსა და SAT-ის ტესტებს შორის და თუ შეიძლება რომ SAT-ის ტესტები ჩავანაცვლოთ GCSE-ის ან IGCSE-ის ტესტებით. მადლობა. ანაცვლებაზე ვერ გეტყვი, არ გავს, მაგრამ IG უფრო რთული არის. აა უბრალოდ დაგუგლე SAT, თქვათ 2000, ჯობია დაგუგლო 4 ან 5-ის, იმიტომ რომ მანამდე როგორ იყო იცი? ორი სექცია იყო, ერთი კალკულატორის გამოყენების უფლებით, მეორე კალკულატორის გარეშე. ეხლა შეიცვალა და ორივეგან კალკულატორის უფლება გაქვს. მოგეთ, მაგცულების მერე ტესტი აიღე, დაწერე და შენ თვითონ ნახავ რამდენად ართმევ თავს. თუმცა IG უფრო ესეთი არის, უფრო სერიოზული არის, ასე რომ ხო. კიდევ ერთხელ, აქ დიდი აქცენტი არის trick question-ებზე და არა თვითონ მათემატიკის ღრმად ცოდნაზე. ეგ keep in mind, როცა წერ და შენ თვითონ ნახავ როგორ გამოგვდის რა. დავამატებ, რომ როდესაც ამ ვიდეოს დავტვირთავ YouTube-ზე, აუცილებლად დავურთავ თვითონ College Board-ს აქვს უფასო SAT-ის ტესტი, რომელიც შეგიძლიათ დაწეროთ. ასევე შეგიძლიათ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, უბრალოდ ნებისმიერ Gemini იქნება ChatGPT, Grok თუ რომელიც გინდა, ისე რომელს უფრო იყენებ, Claude-ს, ხო? კოსტა. Claude GPT. Claude. ხო, კლოდი რაღაცა სხვათა შორის ამასაც ვიტყუცებ. მე ერთ-ერთს ან ChatGPT-ს ვყიდულობ უკვე დიდი ხანია და როგორ ჩანს, მაინც ეს ბაზები არსებობს და არსად უფასოდ არაფერს მაკეთებინებს, რომ ეს მყიდველიო. შეიძლება ამერიკის ბრალიც არის, მაგრამ ზოგადად. და შეგიძლიათ AI prompt-იც მქონდა დაპოსტილი, შეგიძლიათ უბრალოდ კითხოთ, რომ მოდი ახლა დამაწერინე SAT-ის ტესტი.
და გამტესტე. შემდეგ შედეგების მიხედვით შეგიძლიათ თხოვოთ, რომ სტრატეგია მიჩვენოს. ზოგადად ეხლა რა თქმა უნდა ხელოვნური ინტელექტს ბოლომდე ვერ დავეყრდნობით, იმიტომ რომ ბევრ შეცდომას უშვებს და პატერნების მიხედვით მოქმედებს. ანუ თუ სხვასაც აქვს მსგავსი შეცდომები, შეიძლება ის ჩაასწოროს და მიიღოს მოცემულობად. ამიტომაც, რა თქმა უნდა, ადამიანის დონეზე ვერ გამეცადინებთ, მაგრამ საკუთარი თავის გატესტვისთვის ნამდვილად კარგი იქნება და შეგიძლიათ გამოიყენოთ. რა თქმა უნდა, უფასო ტესტსაც მივაბამ, თუმცა ამაზე ვიდეოები მაქვს ჩაწერილი. დარწმუნებული ვარ, ყველა ვინც აქ ხართ ჩემი გვერდის გამომწერები, მიხარია რომ შემოგვიერთდით და კითხვებს ველოდებით, ჯერ კიდევ გვაქვს დრო. ინგლისურის ნაწილსაც თუ განვიხილავთ, კარგი იქნებაო. თუ შეგვიძლია. მე ვერ დაგეხმარებით ინგლისურის ნაწილს, თუმცა თუ ჭირდებათ, შემიძლია თქვა რეკომენდაციები გამწიო, ასე რომ მაგაზე შეგიძლია შემეხმაროთ და დაგეხმარებით, მაგრამ პირადად მე ვერ დაგეხმარებით. ანუ არა ტრენინგერთ, მაგრამ ზოგად მიმართულებას რომ მოგცევ, თქვათ, ძირითადად მანდ არის ვერბალური ნაწილი, სადაც აი გრამატიკაზე მეტად დაინტერესებდა რთული სიტყვების, რამდენად შეიძლება რთული სიტყვების გამოცნობა. ეს ყველა ტესტში არის თითქმის და მით უმეტეს ახალგაზრდები, რომლებიც რამდენიმე ენაზე საუბრობთ, პირველ რიგში ალბათ რჩევა იქნება ის, რომ თუ სიტყვა არ გეცნობათ, შეეცადეთ გამოიცნოთ სხვა ენებთან დაკავშირებით. ან შეიძლება შერწყმული იყოს თუ სხვა. ასე რომ შევეცდები ინგლისური ენის SAT-ის მომზადების ტრენერთანაც გქონდეთ ცალკე ჩართვა ან ლაივი, ასე რომ დაგველოდეთ აუცილებლად. კიდევ არის ერთი კითხვა. არა, დიახ. ეკატერინე, დიახ. დიახ. მიკროფონი თვითონ შეგიძლიათ ჩართოთ. მოგესალმებით, დიდი მადლობა პირველ რიგში. მე ვარ მშობელი ამ შემთხვევაში. ესე იგი, ჩემი შვილი მე-10 კლასელი არის და ნუ მისი მიმართულება ძირთადად არის ტექნიკური და არანაირად ჰუმანიტარული და ნუ რა ვიცი, ნუ კერძო სკოლაში სწავლობს ისიც უფრო ჩვენი მიმართულება თავიდანვე გერმანული ენის სწავლა იყო, რადგანაც მას სურდა უფრო სამედიცინო მიმართულებით განვითარებულიყო, თუმცა ეხლა 15 წლის არის და რაღაცა სხვა, ესე იგი, ცოტა მერყეობს რაღაცებში და ჯერ არ არის. მანამდე უფრო იყო ჩამოყალიბებული ვიდრე ახლა სიმართლე გითხრათ, მაგრამ ნუ ამბობს, რომ მაინც ტექნიკური მიმართულება არის მისთვის და ნუ მათემატიკაშიც კარგად სწავლობს, ესე რომ ვთქვათ, რა ვიცი, ინგლისურით ძალიან კარგად იცის. მე ესეთი კითხვა მექნებოდა, მაგალითად, მეც მინდა რომ მოვამზადო ამ მიმართულებით და ამ გამოცდისთვის და აქედან გამომდინარე ხანდახან არის ისე, რომ უყურადღებობით აქვს გამოწეული რაღაც შეცდომები და უშუალოდ არის ეს ნაწილი და ანუ როგორ შეიძლება რომ დავუშვათ ეს მინიმუმამდე დავიყვანოთ ანუ მომზადების პერიოდში და თუ არის რაიმე სპეციფიკური სავარჯიშოები, არ ვიცი, ამის დასაძლევად, რომ ეს ბარიერი თუ წინააღმდეგობა დაძლიოს. ასევე ნუ რაღაც მეორე კითხვაც მექნებოდა, რომ აი თუ ფარავს მაგალითად ეს მოსამზადებელი კურსი, იგივე ბატონ კოსტა თქვენთან თუ გაივლის და უშუალოდ თუ იქნება ამის შესაძლებლობა, ისეთ საკითხებს, რომლებიც სკოლაში შესაძლოა მაგალითად არ გაუვლია, მაგრამ ტესტში ხდება, ან შეხვდეს, არ ვიცი, შეიძლება ეროვნული სასწავლო გეგმა ანუ არ არის თანხმედრაში, ხო, არ ვიცი, ვერ გეტყვით მე, ამიტომაც როგორც დილეტანტი ისე მოკლედ ისე მინდა რომ მიპასუხოთ, არ ვიცი. იცით რა, განსხვავებები არის. პატარა განსხვავებები არის. არის რამდენიმე ფორმულა, რომელიც თქვა ჩვენთან არის სწავლება და იქ იგულისხმება რომ იცი. რაღაც აღნიშნები არის განსხვავებული, ჩვენთან სხვანაირად აღნიშნავენ, იქ სხვანაირად აღნიშნავენ. განსხვავებები არის. არაფერი რადიკალური, მაგრამ განსხვავებები არის. ყურადღებას რაც შეეხება, მხოლოდ რაოდენობა ბევრის კეთება არის ყველაზე
ეს ალბათ ამ დამუღამება. თაობის ყველაზე მეტ იცით რა არის ჩემშუს რა ეს ვიცი უკვე და ანუ ჩვენ მაგალითად უფრო მეც ვაკეთებდით ხოლმე მათემატიკაში მე პირადად ბევრს ვაკეთებდი ერთი და იგივეს რომ ვთქვათ თემის სირგვლივ ხო ეხა მოკლედ ეს ცოტა უჭირს თქვა ასე მგონია რომ ანუ ბევრის ალბათ უფრო მათემატიკური სკოლის მოსწავლეებს უფრო მეტად არ გაუჭირდებათ ამ გამოცდის ჩაპარება თუმცა რა ვიცი, აი კლასშიც, თავის კლასშიც რაღაცნაირად მე ჩემ შულზე ვამბობ, ანუ საუკეთესოა, თუმცა ჩვენ არ მოვწონს, იმიტომ რომ მამამისიც მათემატიკოსია და ძალიან არ მოვწონს. ხო, ანუ არ გვაკმაყოფილებს, არ მოვწონს, ეხა რაღაცნაირად ვუტრირებ, რა თქმა უნდა. ხო, და ნუ მოკლედ არ ვიცი, არა და ძალიან მინდა რომ რაღაცნაირად ამ მიმართულებით ხო ესე იგი წავიდეს და ვიმუშაოთ მოკლედ რომ შედეგი დადოს. სისტემატიზაცია შველის ძალიან როცა თქვათ ავიღოთ მაგალითად ესე დავიწყოთ ესეთი დასაწყისისთვის ყურადღებიანობას ძალიან ამოწმებს ანუ საკმაოდ მნიშვნელოვანი არის ხო საკმაოდ მნიშვნელოვანი არის რომ არ გაგეპაროს პატარ-პატარა დეტალები ეხლა ავიღებ მაგალითს მაინდა-მაინც არ შეგაცნეთ მათემატიკური განტოლებით მაგრამ რო წარმოიდგინოთ გრძელი, რთული, გასამარტივებელი გამოსახულება. იქ ფორმულებია, რაღაც ბევრი რაღაცა არის. ამისი ამოხსნის ბევრი სხვადასხვა საშუალება არსებობს. თუ პრობლემა არის ის, რომ უყურადღებობის გამო რაღაც ეპარება, ყველაზე კარგი არის დაყოს ნაწილებად და თითოეული ნაწილი ცალკე გააკეთოს. თქვათ, ამოიღოს გამოსახულების ერთი ნაწილი და ის დაწეროს, მეორე ნაწილი ის დაწეროს, დაწეროს ყველაფერი, თავში ნაკლებად აკეთოს. პლუსი ის არის, რომ ჯერ ერთი თანმიმდევრულობას ასწავლის და როცა თანმიმდევრულად აკეთებ რაღაცებს ნაკლებად გეპარება შეცნობა და მეორე დადებითი ნაწილი ის არის, რომ ბექტრეკინგი უფრო მარტივი არის, რომ შეცნობა იპოვო თუ გაგეპარა შეცნობა. ესეთი არის multiple choice პრინციპზე, უმრავლესობა ამ კითხვების, ანუ უნდა შემოხაზო. ყველა არა, მაგრამ დიდი ნაწილი. შესაბამისად, შენ თუ რაღაც ისეთი პასუხი მიიღე, რომელიც ჩამონათვალში არ არის, უნდა დაუბრუნდეს შენს ამოხსნას და იპოვოს სად გაგეპარა შეცნობა, ან თავიდან ამოხსნა. და როცა სისტემატიზირებულად აკეთებს ადამიანი, ბევრად ნაკლებად ეპარება და შეცნობა და თან ბევრად მარტივად პოულობს შეცნობას თუ ეგეთი არსებობს. ხო. მეც დავამატებ ალბათ კონცენტრირების სხვათა შორის შემოვხდა 1-2 ტრენინგები თუ როგორ მოახდინოს კონცენტრირება და პირველ რიგში ურჩევენ ადამიანებს დასრულებსაც და ბავშვებსაც ტელეფონი გააქრონ ოთახიდან. იმიტომ რომ მაინც იმდენი სწორედ მაგას გულისხმობ ტელეფონთან. იმდენი გარე ფაქტორი არის, რომელიც ამ კონცენტრირებაში ხელს გვიშლის, ბუნებრივი არის ჩვენ დროს მართლა შუქი რო არ ქონდა და მეცადინებდით სხვა იყო, თუმცა გეტყვით რომ მესმის რომ თქვენ გაცილებით სიღრმისეულად იცით მათემატიკა, მაგრამ აი ამერიკული მიდგომაც სწორედ ეს არის, რომ კონცენტრირება უნდა მოხდეს ერთი მიმართულებით. სულ არ არის სასურველი და საჭირო რომ აი ესე მასშტაბურად იცოდეს, რასაც აირჩევს იმ მიმართულებაში უნდა იყოს სპეციალისტი. ამიტომაც ამ ჩვენმა ბავშვებმა ჯენზიმ თუ ალფაც მოდის უკვე, ამათაც იციან რომ აი ეს დამჭირდება, ამიტომაც ვისწავლე და ის რაც არ დამჭირდება, ზედმეტი არ გაადიან, თქვათ, უფრო დიდ გზას, რომელსაც ჩვენ გავდიოდით, რომ თუნდაც არ ვიცოდით სად რა შემოხვდებოდა და რა დაგჭირდებოდა, ხო, ნებისმიერ ცხოვრებისეულ საკითხებშიც და მით უმეტეს პროფესიულშიც. ამიტომაც აი პირველ რიგში ჯერ ტელეფონი გავარიდოთ, იმიტომ რომ მაინც ყურადღებას გვიფანტავს და რა თქმა უნდა, ადგილის შერჩევაც. აი SAT-ის ტესტის კოსტამ ეს სიტყვა არ ახსენა, მაგრამ იგულისხმება დამუღამებაა საჭირო. ნებისმიერი ტესტის დამუღამებაა საჭირო და ამის შესაძლებლობა არის ძალიან ხშირად თუ გავაკეთებთ, შემდეგ ავტომატურად ვიცით უკვე რას მივაქციოთ ყურადღება და ნაკლები სიურპრიზებია. შესაბამისად კონცენტრირებაც უფრო გვიადვილდება. ამიტომაც ეს მეთოდიც რომ აი თვეში ერთხელ გატესტოს, ну რა თქმა უნდა ტრენერიც მუდმივად ამაზე მუშაობს ალბათ, მაგრამ აი თავადაც შეუძლია რომ აქედანვე დაიწყოს და საკუთარ თავზე იმუშაოს ამ
აა, ხო, ამ კუთხით. კი ბატონო, კიდევ რა კითხვები გაქვთ? თუ უპასუხეთ თქვენ შეკითხვას, რა თქმა უნდა. პროფესიის არჩევაზეც დღეს არ ვისაუბრებთ, იმხელა თემა არის იქნებ. შემდეგში ჩავერთოთ, ან ლაივი გავაკეთოთ. როგორც გითხარით, ვერბალურ ნაწილზეც ალბათ გვექნება შეხვედრა. ძალიან იშვიათად, რა თქმა უნდა, კოსტაც მოგცემთ მიმართულებას, მაგრამ იშვიათად არიან ტრენერები, რომლებიც ორივე მიმართულებით ამზადებენ. ხო, ალბათ ჯობია კოსტა ტელეფონის ნომერი ჩავწეროთ ოკეი, და აი, ნებისმიერ აჰა. დაგიკავშირდებათ. შეგეხმენდეთ, ესე იგი. ხო, რაღაც ასე ჯობია. მ, კი, დიახ, ეკატერინე, გისმენთ. ბატონ კოსტა, თქვენ ალბათ ონლაინ ამეთადინებთ ხო ბავშვებს თუ კი, როგორ არის, კი, ხო? ონლაინ მომეთადინებ. ხო, ონლაინ და კვირაში ორჯერ როგორ თქვით და რამდენი, ანუ როგორ არის თუ როგორ. გააჩნია ამას ბავშვს. მე ხო, შეთანხმდებით გაჩნია. ალბათ ჯობია. ხო. 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 ეს ვიდეო უნდა დავდოთ ანუ YouTube-ზე, ამიტომაც ხო. შემდეგ თქვენ გასაგებია. დავუკავშირდით კი, ერთმანეთს და კი, ბატონო. შემიძლია და დავალაპარაკებთ. შეთანხმდით. კი, ბატონო, მადლობა. უმჯობესია. მადლობა. მუნკი იმიტომ რომ თვითონ როგორც ვიცი, ანუ პირველი ნაწილი დაუშვათ გამოცდის არის შედარებით მარტივი და შემდეგ რთულდება, ხო, თქვენც ახსენეთ ახლა ეს საუბარში. გააჩნია როგორც წარ პირველ ნაწილს, მაგის მიხედვით მოგდის მეორე ნაწილი. ანუ მათემატიკის ნაწილიც არის, თვითონ მათემატიკის ნაწილიც არის ორად. პირველი მოდული, მეორე მოდული. იმის მიხედვით პირველს როგორ დაწერ, მოგდის მეორე მაგის შესაბამისად. ხო, ესე არის. მადლობა. აქ იყო კითხვა Multiple choice პასუხებსაც ისე ირჩევენ, რომ დაგაბნიონ? კი, კითხვა. ცალსახად. აი მაგალითად თუ გვეტყვით. მაგალითი რა მოგიყვანოთ? ერთი მეც ვიცი, მაგალითად შეიძლება ნიკა, სანამ კოსტა მოიფიქრებს, შეიძლება პასუხებში იყოს over exaggerated adverbs. ანუ მათემატიკურ ნაწილში შეიძლება თვითონ თუნდაც წინადადების სტრუქტურა იყოს არალოგიკური და ამიტომაც იქნება არასწორი. როგორც მე ვიცი, შეიძლება. კონკრეტულ მაგალითს ვერ გეტყვი, ბევრ ესეც გეტყვი. შეიძლება ძალიან ჩახლართული ფუნქცია იყოს მოცემული, რომელიც თხოვენ რომ გაანალიზე რაღაცა პარამეტრებისთვის, რომლის პასუხიც არის უბრალოდ, თქვათ, არ გამოდის. შეუძლებელია დადგენა. მაგრამ ყველა დანარჩენი პასუხი აფიქრებს, რომ გაკეთებადი არის. მაგალითად, რაც ესე შეიძლება იყოს. პასუხები ერთმანეთს გავს. ნუ, ხო. პრინციპში თვითონ ხო. ხო, გადასულ პოდში. ხო, ну მოგეთ trick question-ების ერთ-ერთ გეტყვი, ბოლო ამოცანა იყო, ისევ და ისევ ამოცანით არ შეგაქცევ, არ დაგლით, მაგრამ იდეას. ბოლო ამოცანა არის შედარებით რთული, ორი ფიგურა გაქვს მოცემული, მათი ზედაპირის ფართობი უნდა მიხვდე, რომ ზედაპირის ფართობსა და გვერდის სიგრძეს შორის კავშირი არის კვადრატული, მე უნდა ნახო ამისი მოცულობა, მოკლედ, ბევრი ოპერაცია გაქვს ჩასატარებელი. მიჩვეული ხარო აი ამ დროს გეკითხებიან იმ მონაცემს, რა მონაცემიც არ გაქვს. ხო, მთელი ამ დროის განმავლობაში შენ ეძებდი ერთ-ერთი ფიგურის მოცულობას. და ნუ ეს მონაცემი არ გაქვს. შენ მაგაზე ხარ ორიენტირებული, რომ რამენაირად იპოვო აი ამ ფიგურის მოცულობა. მიიღე მოცულობა, ყველაფერი კარგადაა და წერ პასუხში ამ მოცულობას. მაგრამ არა, კითხვა იყო აი ამის მოცულობას დამატებული იმის ზედაპირის ფართობი, რაც, ნუ, საკმაოდ ესეთი კითხვა არის, ალოგიკური არის ჩემი აზრით. მაგრამ ზუსტად იმაზე ორიენტირებული, რომ შენ სხვა რაღაცაზე იყავი კონცენტრირებული, იყავი სხვა რაღაცის პოვნაზე კონცენტრირებული, მაგრამ კითხვა თვითონ კონკრეტულად კითხვა იყო სხვა რაღაცა. ანუ მოხერხებულობაზე უფრო არის გათვლილი, ანუ ამიტომაც აი დაინტერესებთ რამდენად შეგიძლია
მოკლე გზის პოვნა ალბათ, ხო, ეს შორტკატებს, რასაც ეძახიან და ბატონო. ამიტომაც არის, რომ ლოგიკურ აზროვნებას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს და შეიძლება მათემატიკა ისე კარგად არ იცოდეს ადამიანმა, მაგრამ ისე მარტივად გააკეთოს და ჩააბაროს და შეიძლება კარგად იცოდეს და overthinking-ს, რასაც ვეძახით, ზედმეტად იფიქროს თუნდაც პასუხზე და მეტი დრო დახარჯოს. კითხვა, ხო, ნიკოლოს აქვს, როგორც IGS-ის არის ნაწილობრივი ქულები, არის თუ მხოლოდ პასუხს ამოწმებენ. არა, მხოლოდ პასუხს ამოწმება. ხო. აქვე გეტყვით, რომ SAT-ის თვითონ გამოცდის, ოფიციალური გამოცდის დაწერას გირჩევთ მე-11 კლასში, უკვე, იმიტომ რომ ამერიკაში თუ ცხოვრობთ, თქვენი შვილი ან თუ თქვენც ამერიკაში ცხოვრობთ, ამ შემთხვევაში SAT-ის ქულის მიხედვით შეიძლება უკვე მე-11 კლასშიც კი დაფინანსება მოიპოვოთ. და ეს საუკეთესო შესაძლებლობაა, თუ კი პატარა შტატებში ცხოვრობთ. ახლა ნიუ-იორკში, რა თქმა უნდა, უფრო მეტი სკოლა არის, მეტი და ნიუ-ჯერსიში, პენსილვანიაში, ანუ ასეთ აღმოსავლეთ სანაპიროზე, უფრო მეტი კარგი სკოლა არის და საერთო შედეგიც უფრო მაღალი არის. მაშინ, როდესაც შეიძლება ტექსასში 1400 ქულიანი იყოს საუკეთესო 1%-ში და უკვე მოიპოვოს დაფინანსება 4 წლის განმავლობაში 100,000, ასე ვთქვათ, გადადებული ექნება. ჩააბარებს თუ არა, ეგრევე დაფინანსებას მისცემენ. ამიტომაც, აი ამ SAT-ის ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოხსნა ბევრმა უნივერსიტეტმა SAT-ის გავლით ჩაბარება. აქვე გეტყვით, რომ რა თქმა უნდა, დამოკიდებული არის ასევე უნივერსიტეტზე და პროგრამაზე, რამდენ მაღალი არის კონკურენცია. თუ თქვენ აბარებთ თუნდაც ფილოსოფიაზე, ისტორიაზე, რაიმე ისეთ ფაკულტეტებზე, რაც ქართველებს არ გვხიბლავს ხოლმე, ამ შემთხვევაში SAT-ის გარეშეც სავსებით შესაძლებელია, ან დაბალი ქულითაც შესაძლებელი არის სრული დაფინანსების მოპოვება. რა თქმა უნდა, თუ ისე ტექნიკურ საგნებზე ვაბარებთ, ტექნიკურ პროგრამებზე, აქ კონკურენციაც მაღალი არის და ისიც რეალობა არის, ალბათ კოსტას ამეთანხმება, რომ აზიელი ბავშვები განაცილებით ძლიერები არიან ვიდრე ევროპელები და მაგალითად IB-ში ცალკე გამოცდები აქვთ ისე რომ იციან, რომ ესენი ახლოს ვერ მივლენ ჩვენი ევროპელი ბავშვები. ამიტომაც აი ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით უნდა შეირჩეს და SAT-ისთან დაკავშირებით, ხო, ასევე SAT-ის ქულის გადაგზავნის დროს თქვენ შეგიძლიათ გადაგზავნოთ super score. და მაგალითად ერთ შემთხვევაში თუ მათემატიკაში ქონდათ კარგი ქულა და მეორე შემთხვევაში ინგლისურში გააერთიანოთ. შესაბამისად, რაც უფრო ბევრჯერ გექნებათ ეს ტესტი აღებული, თქვენ აგზავნით მხოლოდ იმას, რაც თქვენთვის არის მისაღები და უნივერსიტეტი ვერ ხედავს მანამდე რა ივარჯიშოთ. ამიტომაც ამ კითხვას ხშირად მისვამენ, იცოდეთ და ნიკოლოს თქვენ გირჩევთ ასეთ რამეს. თქვენ შეგიძლიათ როგორც კი ჩააბარებთ და ქულა გექნებათ ამ IGCSE-ში, თქვენ შეგიძლიათ უნივერსიტეტებს დაუკავშირდეთ და დაშვებას თხოვოთ, რომ ვინაიდან ეს უფრო რთულია ან რაღაც მათემატიკის თვალსაზრისით თუ შეგიძლიათ ჩამითვალოთ ეს ქულები SAT-ის ნაცვლად და უნივერსიტეტი აუცილებლად გააკეთებს დაშვებას, თუ კი ქონიათ მსგავსი პრეცედენტი, აღარ მოგიწევთ SAT-ის ჩაბარება. ყოველთვის იცოდეთ, რომ უნივერსიტეტებთან ურთიერთობის დროს, როგორც ახლა კოსტას ვესაუბრებით, ადამიანები არიან იქაც და შეგიძლიათ სთხოვოთ რაღაც დაშვებები, გადავადებები, დახმარება სხვადასხვა კუთხით, ასე რომ ეს გაითვალისწინეთ, არ მოგერიდოთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცას ვერ აკეთებთ. ჩვეულებრივად უსვამთ კითხვებს, თუ დაუშვეს ხომ კარგი, თუ არა და არა უშავს, ჩააბარებთ. კიდევ რაიმე კითხვა თუ გაქვთ, თუ არა, მაშინ დავასრულოთ ჩვენი შეხვედრა. ვფიქრობ, მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრეთ. არ ვიცი თუ კითხვები გაქვთ კიდევ 5 წუთით. მისმენ. დიახ, ნიკოლას. ერთი კითხვა მაქვს. ორ ნაწილადაა დაყოფილი. გაქვს პირველი ნაწილისთვის რაღაც დრო, მორჩები, მე პირველი X რაოდენობის
ამოცანა გაქვს, რომ მორჩები მხოლოდ მერე გადადიხარ მეორე ნაწილზე. მხოლოდ ეგ არის. ანუ კითხვა არის მათემატიკის პირველ და ხო, მეორე მოდის ხოლმე მოდულში რა ალბათ. იგულისხმებაო, ხო და უბრალოდ მეორე, ანუ ალგორითმულად ისი არის, რომ მეორე უფრო რთულია, თუ კი პირველს კარგად წერ. ხო, თუ პირველს კარგად წერ, მეორე უფრო რთული არის. თუ პირველს ცუდად წერ, მეორე შეიძლება გაგიმარჯვდეს კიდეც. ანუ და ხო არ ჯობია პირველი ცუდად წეროთ. საბოლოო ჯამში საბოლოო ჯამში ხო არ მივიღებთ. ხო, სხვათა შორის მათემატიკურ ნაწილში უფრო კარგი შედეგები აქვს ჩვენს ბავშვებს, ვიდრე ინგლისურში. მაინც როგორც ჩანს, ინგლისურში არ გვყავს ამდენი მასწავლებელი და რაღაც აღარ კონცენტრირდება, როდესაც იცის, რომ კარგი ფულა აქვს უკვე აღებული სხვა ტესტებში. მოდით კიდევ ერთხელ თუ გაქვთ კითხვა, დაგვისვით კიდევ რამდენიმე წუთით. გამარჯობა. მაგალითად ფსიქოლოგიაზე მინდა ჩავარება ესეითისა და ელთის გარდა თუ დამჭირდება რაიმე საგნის გამოცდის ჩავარება. მოდით ახლა ესეითის არ ეხება, მაგრამ ასა შევხედოთ საკითხს. თუ ამერიკის უნივერსიტეტებში გეგმავთ ჩავარებას, მათთვის აი ამ პროფესიული ტესტის, როგორც არის IELTS თუ ვთქვათ ლოგიკური აზროვნების გარდა, მნიშვნელოვანი არის, რომ 2-3 წლით ადრე დაიწყოთ passion project-ზე მუშაობა. მაგალითად თქვენ მარინა თუ გეგმავთ ფსიქოლოგიურ სწავლას, სასურველია რაიმე ტიპის ან სტაჟირება გაიაროთ, ან კვლევები ჩაატაროთ მაგ მიმართულებით. რა თქმა უნდა, შეიძლება იპოვოთ ოჯახის ახლობელი, სადღაც თანაქალაქელი თუ სხვა, ვინც უკვე მუშაობს რაღაც თემაზე და თქვენც ჩაერთოთ, ან თქვენვე დაიწყოთ კვლევების ჩატარება. და ეს კვლევა არ არის სავალდებულო, რომ იყოს რაღაც სასწაული. შეიძლება ეხებოდეს იმ პრობლემებს, რაც აქვთ თუნდაც საქართველოში იგივე, აი რატომ ვერ სწავლობენ კარგად სკოლაში მათემატიკას? აი ვთქვათ რა პრობლემები არსებობს რა? აი 100 მოსწავლიდან ჩემს სკოლაში რამდენ საათს უთმობს თითოეული ტელეფონში სკროლას. და ან რამდენ საგანს გადის, ანუ გულისხმობ ექსტრაკურიკულურ რაც არის. ანუ მარტივი კვლევები შეიძლება ჩაატაროთ, რაც უჩვენებს უნივერსიტეტს, რომ თქვენ ამ საკითხებით მართლაც დაინტერესებული ხართ. აი მაგალითად ფსიქოლოგიას ეხება ჩემი კვლევაც, რომელიც შევადარე, რამდენად ხშირად იყენებენ ადამიანები სოციალურ მედიას და რამდენად ბედნიერები არიან. ამერიკაში ამბობდნენ, რომ რაც უფრო ხშირად იყენებდნენ, მით უფრო უბედურები არიან, საქართველოში რაც უფრო ხშირად იყენებენ, მით უფრო ბედნიერები არიან. ამიტომაც ხო, ანუ ბევრი რაღაც შეიძლება ვიკვლიოთ და ამით ვუჩვენოთ, რომ მე ამ საკითხით მართლაც დაინტერესებული ვარ. მიუხედავად იმისა, რომ undecided შეგვიძლია გავაგზავნოთ აპლიკაციები ამერიკულ უნივერსიტეტებში, თვითონ შემრჩევ კომისიას ეს არ მოსწონს, მით უმეტეს საერთაშორისო სტუდენტებისგან, რომელმაც უკვე უნდა იცოდეს, რას გააკეთებს, სხვა შემთხვევაში უბრალოდ შეიძლება ჰაერში დარჩეს, რადგანაც ახალი წესებით შეიძლება ვერ შეძლოს მეიჯორის შეცვლა და ასე შემდეგ. ანუ არის შიდა პოლიტიკა, რომელიც ეხება საერთაშორისო სტუდენტებს, შესაბამისად 1-2 წლით ადრე მაინც უნდა გქონდეთ დაწყებული ისეთი პროექტები, რომელიც შეესაბამება თქვენს პროფესიას და ეს უფრო დაგეხმარებათ, ვიდრე სხვა, ვთქვათ, საგნები. ნუ იქ AP-ის საგნები შეგიძლია აიღოთ, IB თუ სხვა, მაგრამ ძირითადად SAT-ის ტესტი, IELTS-ი ან Duolingo შეგიძლია და აი ეს აქტივობები, რომელიც გამოგარჩევთ სხვებისგან. ანუ სტატისტიკურად შეიძლება ყველას ერთნაირი ქულა ქონდეს, მაგრამ გამორჩევა თქვენი შეიძლებადეს სწორედ იმ პროექტით, რომელიც გექნებათ. რაღაცას დავამატებ მაგას. და თვითონაც მიხვდები საშენოა თუ არა. მარტო უნივერსიტეტებზეც არ არის. ხშირად აბარებენ რაღაცაზე, რაც არიციან, რას წარმოადგენს, არიციან მოსწონს თუ არა, უბრალოდ იდეა მოსწონს, რომ თქვათ ბიზნესზე ჩავაბარებ. საერთაშორისო ურთიერთობები. ხო. იცი რა, თუ ბიზნესზე გინდა ჩაბარებას, ცადე რაღაცები შენ თვითონ, ცადე გამოიწერო Amazon-იდან რაღაცები მაგალითად და გაყიდო, ნახე, მოგწონს თუ არა და გაძლევს თუ არა ეგ დრაივს. მაგისთვისაც ძალიან კომფორტულია. თუ აღმოაჩინე, რომ ეს კვლევა, რომელზეც ნათი ალაპარაკობს, ისე გეზარება, რომ დილით ფეხზე ადგომა არ გინდა, ეგეც რაღაცას გეტყვის.
ასე ხო, რომ კვლევა დავაკარგოთ. კი, ნამდვილად და კვლევა არ ნიშნავს მხოლოდ, აუცილებლად სამეცნიერო კვლევა. აი მაგალითად, შეგძლიათ მოძებნოთ ფსიქოლოგი, რომელიც მუშაობს და უბრალოდ, რა თქმა უნდა, სესიებზე ვერ დაესწრებით, მაგრამ შეიძლება რაღაც ტიპის სტაჟირება გაიაროთ მასთან. ანუ მთავარია გამოჩნდეს, რომ ეს მიმართულება, ეს პროგრამა, ნამდვილად ეს პროფესია ნამდვილად აინტერესებს ახალგაზრდას და რაც შეეხება აი პროექტში კვლევაში რა შეტისო, მე ხშირად ხუმრობ და ნიუ-იორკელები არ მიწყენენ ალბათ, მაგალითად სამედიცინოზე თუ გინდა სწავლა, ჯობია დაიჭირო ერთი ვირთხა და გაკვეთო და მოყვე რა აღმოაჩინე, ვიდრე თუნდაც რაღაც ხვის პროექტებში მიიღო მონაწილეობა. ანუ ინიციატივას ინიციატივას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და აი ამას აფასებენ ხოლმე. რაც მე მგონი აღარ ჩანყვან, მაგრამ არა უშავს. კარგით, მაშინ თუ სხვა კითხვები არ გაქვთ, იცით ნათია განათლებაზე, ამ გვერდზე შეგიძლიათ დამისვათ. ხშირ შემთხვევაში response rate 2 to 3 business days კი არის, მაგრამ ძალიან ბევრი მწერს ხოლმე და ყოველ დღე კი ვჭდები და პასუხობ, მაგრამ ვერ ვასწრებ, ამიტომაც ამისთვის მაპატიეთ. ეს ვიდეო დაიდება YouTube-ზე, შეგიძლიათ სხვებსაც გაუზიაროთ და თუნდაც იმისთვის, რომ არ იფიქრონ, რომ ესეთი არის რაღაცა სწავლი, რომელსაც ვერ ჩავაბარებ. ყველაფერი არის დაძლევადი, მით უმეტეს თუ ადრე დაიწყებთ და მე ხშირად ვეუბნები, რომ დაიწყოს თუნდაც რიგით მათემატიკის მასწავლებელთან მუშაობა და შემდეგ ბოლო წელს 2 წელს ადრე გატესტოს, კონსულტაცია გაიაროს ტრენერთან და მერე გადაწყვიტოთ, ასე რომ არ არის სავალდებულო თუ საჭიროება არ არსებობს, არავინ გეტყვით, რომ მოდი აუცილებლად აქ დამიკვეთე ხა ტრენინგები, ასე რომ წარმატებებს გისურვებთ ყველას, დიდი მადლობა კოსტა, რომ ჩაგვერთე. ამჯერად მე მგონი გამოგვივიდა და დანარჩენ ტელეფონის ნომერს მე კომენტარშიც მიუთითებ, თუ ექნებათ სურვილი, კი დაგიკავშირდებიან. მადლობა. მადლობა. ნახონის მეგობრებო.